გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. 1 2 წავიდა საქართველოს ჩვენ ქვეყანას. რომელ საავტომობილო ბრენდში ადანებთ? და რატო? ძალიან საინტერესო კითხვა დასვი. მე ალბათ უფრო შევადარებდი რომელიმე ახალ კორეულ ბრენდს. Kia-ს ან Hyundai-ს. ლამაზია. ყველას უყვარს, ყველას მოსწონს. 2016 წლიან Mercedes E-Class იყორიებდი თუ 2025 წლიან Renault Logan-ს. ალბათ Mercedes მაგ. რატო? პირველ რიგში ახალი მანქანა, პარკები, კი, ახლა ცენტრის სუნი და ასე შემდეგ. შეიძლება იქიდან რამდენად Renault-თან სამწუხაროდ არ მქონია შეხედა, არ ვიცი და დიდად ვერ დავდებდი თავს რამდენად გასაგებია რომ ახალი კარგია და ალბათ თუნდაც ვიღაცისთვის Renault უფრო პრესტიჟული ახალი რახანა იმის გამო იქნებოდა, მაგრამ 2012 წლიანი თქვი Mercedes-ი 16 წლიანი. ხო, 17 არის, აი საფასო მარჟები რომ მიუახლოვდეს მაქსიმალურად ერთმანეთს. ავირჩევდი მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. ვიწყებთ ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალის შენობით ბიზნესთან. მორიგი ეპიზოდის ჩაწერას და მოვედით ჩვენი შენობით ბიზნეს მობილით Sena i400-ით Alter Bridge-ში, ძალიან საინტერესო კონცეფციის მატარებელ უნივერსიტეტში. და ვისაუბრებთ ძალიან ბევრ თემაზე, იმთავითვე განათლებაზე, რა თქმა უნდა და ჩვენი მასპინძლის ბექგრაუნდიდან გამომდინარე შევეხებით ძალიან ბევრ საინტერესო საკითხს. ბატონი გიორგი სუპატაშვილი არის ჩვენი მასპინძელი. გიორგი, მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა, რომ მასპინძლობ. ჩვენი ფეხი და გამონახეთ რო ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ყოველ ძალიან დიდი მადლობა. შევიდეთ და დავათვალიერებთ. მომძანდით. გიორგი, მოგესალმები. მადლობა მასპინძლობისთვის, მადლობა შენი დროისთვის. და მადლობა რომ ყოველკვირეულ სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალში შენობით ბიზნესთან დაგვიქმნეთ დრო და მოკლედ ძალიან საინტერესო და ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვექნება. იმიტომ რომ მართლა ეხლა მიუხედავად იმისა რომ მე და შენ დიდი ხნის მეგობრობა გვაგავშირებს სუბიექტურად ნამდვილად არ ვამბობ ამას, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ბექგრაუნდი გაქვს სხვადასხვა პროფილებიდან გამომდინარე და მჯერა რომ ბევრ ინდუსტრიას, ბევრ თემას შევეხებით ჩვენს ერთსაათიან დიალოგში სხვათა შორის. ვიმყოფებით Alter Bridge-ში, უნივერსიტეტში, საგანმანათლებლო კერაში და წარმოუდგენელია რომ განათლების გარეშე დავიწყოთ ჩვენი საუბარი, ხო? ამიტომაც განათლებით მინდა რომ გავხსნათ ჩვენი დღევანდელი დიალოგი. მე მინდა რომ მომიყვე ამ უნივერსიტეტის ისტორია, საიდან იღებს ეს ყველაფერი, სათავეს და შემდეგ უკვე აი როგორ იყო ფაზები, განვითარების ფაზები როგორ იყო და როგორ მოხვედით რეალურად აქამდე, ვიცი რომ ასევე ძალიან ბევრი საინტერესო გეგმა გაქვთ და შესაბამისად გვიამბე და უამბე ჩვენს მრავალრიცხოვან აუდიტორიას ამ ყველაფრის პრეისტორიის შესახებ. პირველ რიგში კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და თქვენი გადაცემის მობრძანება ჩვენთან, ჩვენ სივრცეში. გიორგი სუპატაშვილი, განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები. ლარნაკას უნივერსიტეტი, კვიპროსი, საბანკო საქმე. გამოცდილება აგრობანკი, საქართველოს განვითარების ბანკის თბილისის ფილიალის დირექტორი, ფინანსური მენეჯერი, გენერალური დირექტორი, ინფრასტრუქტურული კომპანია New Energy, გენერალური დირექტორი კავკასიის ავტო იმპორტი, Alter Bridge-ის დამფუძნებელი. სწორედ აღნიშნე დიდი ხნის ურთიერთობა და მეგობრობა გვაკავშირებს და თან სხვა სფეროსთან მიმართებაში ხშირად ვიყავით თქვენი სტუმარი. როგორ მოვედი ძალიან საინტერესო არის ამ თემას შევეხები, რომ რეალურად ჩვენ ანუ უბრალოდ ნათია იცნობ. კი, ნათი არის მეუღლე, მაყურებლისთვის რომ დავაკონკრეტოთ, კი ბატონო. რომელმაც დაახლოებით 2012 წელს დაიწყო რაღაცა ერთი ოთახით ტრენინგების ჩატარება.
მე ყოველ წელს ესე ვთქვათ იზრდებოდნენ, ერთი ოფისი შეიცვალეს, კიდე შემდეგი ოფისი ყოველ წელს იზრდებოდნენ და პირველივე დღიდან სხვათა შორის იძახდა, რომ აი ჩემი მიზანია უნივერსიტეტი უნდა დავაფუძნო. ну რა თქმა უნდა მაშინ ხა ცოტა არასერიოზულად უყურებდი, ხა მეგონა რომ ხა უნივერსიტეტის გახსნა ესეთი მარტივი არ არის თქო, მაგრამ ბოლოს მოხდა ისე, რომ უკვე მომწიფდა ამისთვის ყველანაირად და ну თან კომუნიკაციების სპეციალისტია და დამარწმუნა რომ ამ თემაში უნდა ჩავრთულიყავი და საკმაოდ ძლიერი გუნდი შეკრა გულისხმობ ნათიას თავის გუნდთან ერთად, რომლებიც აი თლიანად 1 წლის მანძილზე მუშაობდნენ თვითონ თავისით ამ საავტორიზაციო პროცესზე და როგორც ესე ვთქვათ საუბარში აღვნიშნე ყველაზე უმაღლესი შეფასებით გაიარა ამ ავტორიზაციის პროცესმა. ну ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მე თვითონ იქიდან გამომდინარე რომ არ ვარ ამ დარგის არც სპეციალისტი და არც პრეტენზია მაქვს რომ ამის სპეციალისტი ვარ. ცოტა კითხვის ნიშნები მქონდა და შიშები რომ იქნება ვაი და ვერ შეძლონ ან რაღაც ესეთი და ну ყველა სტანდარტში უმაღლეს შეფასება მიიღეს, რაც პრინციპში ახალი იყო ახალი უნივერსიტეტისთვის, როგორც ვიცი, არც ერთ უნივერსიტეტს ესეთი შედეგი არ დაუდია. და ну აი ესე ვთქვათ, ჩავერთე უკვე თავიდან ბოლომდე, უკვე სხვა мотиваცია გამიჩნდა, მეც თავიდან ბოლომდე დაუდექი, ესე ვთქვათ, გვერდზე გუნდს და ну ჩემი ჩართულობა პროცესებში ნაკლებად არის, უფრო ასე ვთქვათ, ბიზნეს პროცესებში ვარ უფრო ჩართული. და აი ყველანაირად ხარს უჭერ ეხმარები და საინტერესოა რომ რეალურად მარტო მე და ნათია ვართ დამფუძნებლები ამ უნივერსიტეტის. ანუ სხვა პარტნიორები ბიზნესში არ ყავთ. არ არის ნამდვილად და ну ეს რაღაც მხრივ თავისებურ კომფორტს ქმნის, რა თქმა უნდა. ცოტა სირთულეები იყო, რა თქმა უნდა, სირთულეები იყო დაფინანსებებთან და ასე ვთქვათ მორევასთან ამ ყველაფერს და ცუდი პერიოდი დაგვერთხა. იქიდან გამომდინარე რომ 2019 წლის დეკემბერში როცა მივიღეთ ავტორიზაცია, ну გეგმის მიხედვით უნდა გავსულიყავით სკოლებში, რაიონებში, პრეზენტაციები გვეტარებია და ну მარტში 2020 წლის დაიწყო პანდემია, მოგვიწია სახლში ჩაჯდომა. ყველანაირი რისკები გათვლილი ჰქონდა, მაგრამ ეს არ ჰქონდა გათვლილი ნამდვილად. მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ აი ეს გუნდი დაგვიდგა გვერდზე. ну აი სრულიად გაგებით მოეკიდა სულ ყველა და აი თავიდან ბოლომდე ყველამ ერთად ასე ვთქვათ ეს გასაჭერი გადავიარეთ და გავიტანეთ, რომ აი ეს სახლში უნდა ვждარიყავით, სახლიდან ეს ახალი იყო, ეს ონლაინ მუშაობაც ცოტა რთული იყო, მაგრამ აი ყველანი დიდი მადლობა ამისთვის, ყველა სათითაოდ ყველა თანამშრომლებს, რომლებიც აი ესე გვერდზე დაგვიდგენ და თვითონ გარემოც ახლა თუ შეატყობდით, აი როგორც ოჯახში, მიუხედავად იმისა, რომ აი მე და ნათია ხო ოჯახის წევრები, აი დანარჩენებიც ზუსტად ესეთი ძალიან თბილი გარემო სუფევს თვითონ ადმინისტრაციაში თვითონ. ხო, მესმის. სხვათა შორის ეხლა მე მინდა განათლებაზე გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, საუბარს და გავაგრძელებთ საუბარს, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის კონცეფციაზე. მაგრამ ეხლა ახსენე შენ, რომ ანუ შენთვის ეს იყო აბსოლუტურად უცხო ხილი, ახალი გამოწვევა. ეხლა თან მithom ეს შენი ბექგრაუნდიდან გამომდინარე, იქ საბანკო სექტორი იყო, იქ ავტომობილების ინდუსტრია იყო, ეხლა კავკასიის ავტოიმპორტი და შესაბამისად აი როგორი იყო თვითონ აი აბსოლუტურად სხვა ინდუსტრიებიდან უცბად განათლების სექტორში გადმოსვლა. ანუ აი რეალურად რა სირთულეები იყო, რა გამოწვევების წინაშე დადექი და ასე შემდეგ. ну პირველი რაღაცა ჩემი ბიოგრაფია ისე დაალაგდა, რომ რაღაცა საერთოდ სხვადასხვა იმებში მომიწია, ახლა რაღაც იყო პერიოდი, როდესაც საბანკო სექტორში მუშაობდი საკმაოდ დიდი ხნის წინ 1998-დან 2003-ის ჩათვლით. ხო. მერე ну რაღაცა პერიოდები სხვა ბიზნესში ვიყავი ჩართული, შემდეგ მერე მოხდა ისე რომ კავკასიის ავტოიმპორტში ვიყავი, ისიც საერთოდ განსხვავებული სფერო იყო. ну თავარი ამბავი იყო, რომ мотиваცია მქონდა იმისი ყოველთვის, რომ ძირითადად სადაც მომიწია ყველგან მომიწია აი
აწყობის პროცესში ყოფნა და ეს რაღაცნაირად უფრო მეტ ინტერესს აჩენდა რა. ანუ ესე ცოტა ჟარგონი რო ვიხო, დავარცხნილ კომპანიაში მისვლა და დაალაგებულში, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ აი ეს мотиваცია იმისი რომ აი რაღაცა შენ შექმნა, შენი აგური დადო და შენი მონაწილეობით რაღაცები გაკეთდეს, ეს მეტად აზარტს მაძლევდა მე ყოველთვის. ბანკი იყო და ნულიდან მაშინ დავინიშნე და ასე თქვა ნულიდან დავიწყეთ. სხვა კომპანიებიც, კავკასიურ შემთხვევაში ცოტა სხვა იყო, უკვე დაწყებული იყო, მაგრამ ნუ ბევრი სიახლეები ერთად მოხდა გაკეთება და ნუ რა ვიცი, ეს საერთოდ განსხვავებული სფერო იყო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს პირველ რიგში ეს არის ბიზნესი, პირველ რიგში ჩემი ასე ვთქვათ мотиваცია არის რომ ბიზნესი უნდა იყოს მომგებიანი, რომ გაზარდო ხელფასები, უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდოს შიგნით და როგორ გითხრათ, ეს გამოწვევას მივიღე. ვფიქრობ, რომ კარგად მივდივართ, იმიტომ რომ გეგმა არის ისეთი, რომ ჩვენ დაახლოებით ახალ პროგრამებს ესე ხშირად არ ვამატებთ, გვინდა რომ გავძლიერდეთ იმ საფუძველზე, რაზეც ვართ და რა პროგრამებიც გვაქვს, სულ რამოდენიმე პროგრამა გვაქვს. ძირითადად უფრო საკომუნიკაციის მიმართულება გვაქვს, ეს არის სტრატეგიული კომუნიკაცია. ეს მაგისტრატურის დონეზე, ეს არის მასკომუნიკაცია, საბაკალავრო დონეზე, ეს არის ბიზნეს ადმინისტრირება, ინგლისურენოვანი, ფსიქოლოგია და აი ამ ეტაპზე ესე ვართ გაჩერებული, რომ ამაში გავმყარდეთ, გავძლიერდეთ, თქვა ჩვენი სიტყვა, რომ ამაში ნამდვილად ძლიერები ვართ და მე გვაქვს რა თქმა უნდა გეგმაში სხვადასხვა პროგრამების დამატება. უხერხულობა თავიდან იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ცოტა რადიკალურად განსხვავებული სფერო იყო ჩემთვის, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მე თვითონ პროცესებში არა ვარ ჩართული, გულისხმობ ანუ ეხლა აკრედიტაციის პროგრამებზე ეხლა ჩემი მონაწილეობა არ არის. ძირითადად უფრო რექტორი არის, გუნდი ყავთ და ანუ საკმაოდ ძლიერი გუნდია და თავიდან ბოლომდე დაამტკიცეს მათ რომ არიან ძალიან ძლიერები. მინიმუმ საავტორიზაციო პროცესი როგორც წინაზე აღნიშნე, უმაღლესი შეფასებები მიიღეს. და ნუ იქ ზედმეტი არის ჩემი მოდი ესე ვთქვათ, შენთვის როგორც ინვესტორისთვის მაშინ, ხო? ეხლა დაახლოებით ესეთი სურათი დაიხატა, ასე ვთქვათ, ხო? ანუ გავიყავით ესე ვთქვათ, საგანმანათლებლო მიმართულება არის ნათიასი, ბიზნეს მიმართულება არის ჩემი და რაღაცა კარგი ტანდემი გამოვიდა. ხო, კაი კომბინაცია, ძალიან საინტერესო კომბინაცია. მოდი მაშინ ასე გითხრა, აი შენთვის როგორც ინვესტორისთვის, ხო? მიზანი რა არის? აი საბოლოო მიზანი არის, კი, გასაგებია რომ მიზანი არის ამ შემთხვევაში. მე უნივერსიტეტის სხვადასხვა ორ ნაწილად ყოფ ხოლმე ყოველთვის, იმიტომ რომ ერთი არის თვითონ ბიზნეს ინტერესი, კერძო უნივერსიტეტებზე როცა ჩამოვარდება ხოლმე ლაბარაკი და მეორე არის სოციალური პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ პასუხისმგებლობის მატარებელია თითოეული კერძო საგანმანათლებლო კერანო, ეხლა სახელმწიფო უნივერსიტეტებზე არ მაქვს საუბარი, ხო? და შესაბამისად აი შენთვის რა არის მიზანი? ერთის მხრივ როგორც ინვესტორისთვის, რომელსაც აქვს კონკრეტული X ინვესტიცია განხორციელებული პროექტში და მეორე, როგორც დამსაქმებლისთვის. იმიტომ რომ დღეს ჩვენ ყველანი საუბრობთ ადამიანური რესურსის დეფიციტზე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე არ შემიძლია არ ვახსენო, ნათია გოცაძე არ შემიძლია არ ვახსენო, რომელმაც ერთ-ერთ ჩვენ ეთერში თქვა ისიც და დამამახსოვრდა, ზუსტად რომ აი სახელით შეიცავს bridge, ხიდი. ანუ ერთგვარი ხიდია, ხო? რაღაცასა და რაღაცას შორის. ამ ინტერპრეტირების საგანია რა. მე ამ რაღაცასა და რაღაცას უყურებ ბაზარს და თვითონ იმ ეკოსისტემას, რომელსაც განათლება ქვია. ასე. აქედან გამომდინარე, მე მაინტერესებს აი საბოლოო ჯამში, აი შენი საბოლოო მიზანი რა არის? პირველ რიგში ეს კარგად აღნიშნე, პირველი ხიდი გაიდო, როდესაც ასე ვთქვათ, მე და ნათია დავპარტნიორდით, ესე რომ ვთქვათ. იქიდან გამომდინარე, რომ ანუ მე რაღაც ბიზნესიდან წამოვედი, ნათიას ლექციები ქონდა სულ, ტრენინგები, ანუ სულ აკადემიური სფერო ეჭირა და რაღაცა ამ აკადემიური სფეროსი და ასე ვთქვათ, ბიზნესის გაერთიანება მოხდა პირველი ხიდი ეს იყო. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ბიზნესი თუ ის მომგებიანი არ არის, ვერც სოციალურ პასუხისმგებლობას ვერ აიღებ და ვერაფერს ვერ გააკეთებ. ანუ ეს 2x2-4-ია, რომ ჩემი მიზანია რომ ეს უნივერსიტეტი გავხადოთ მომგებიანი და უფრო მეტი გავაკეთოთ იმისთვის. პირველი რა არის? ჩემი გადმოსახედიდან პირველი არის რომ ჩვენ რაც მე რა პრობლემებიცაც ვაწყდებოდი ყოველთვის იყო რომ ინსტიტუტ დამთავრებული ბავშვი როცა მოდიოდა ან თუნდაც რაღაც მესამე კურსის სტუდენტი
იმას უნდა გაევლო რაღაცა პრაქტიკები, მე რაღაც რაოდენობა უნდა ემუშავა, რომ აი რაღაცა საქმე ჩაგებარებია. ანუ ნოლი იყო იმისთვის, რა ქვია, ის ცოდნა, რასაც ესე პირდაპირ დასვავდი და საქმეს გააკეთებინებდი. ეს პრობლემები მე თვითონ ხო შევეჯახი ამ პრობლემებს. ანუ ჩემი პირველი, ასე ვთქვათ, დავალება როგორც ესეთი, არის ის იყო, რომ მე მჭირდება როგორც ბიზნეს აქ სტუდენტი, რომელსაც თუნდაც მესამე კურსზე რო წავა და დაიწყეს მუშაობას, იმისთვის რაღაც ახალი არ იყოს შეხება იმ სფეროსთან და ჩვენ პირველივე კურსიდან ვაგზავნით ბავშვებს, რომ პირველივე კურსთან რასაც სწავლობენ, ესე ეძახიან, ანუ ჩვენთან სწავლა კეთებით, ანუ თან რასაც გასწავლიან, იმას გაკეთებინებენ. უმეტესობა ლექტორების არიან სხვადასხვა კომპანიებში საკმაოდ მაღალ პოზიციებზე მომუშავე ადამიანები, რომლებსაც თვითონვე თავიანთი სტუდენტები მიყავთ, ასაქმებენ, ასწავლიან, ანუ რასაც ასწავლიან, მე კეთება შეაკეთებენ. ისე ერთ თემას შეეხება, მოდი ერთ პატარა რემარკას გავაკეთებ, ეხლა რაზეც საუბრობ, ხო? ანუ ძალიან ბევრი ახსენე, ბევრი კომპანიის მენეჯერი, შეიძლება დამფუძნებელიც, რომელიც თქვენთან არის. შესაბამისად, აი მე ყოველთვის მაქვს ხოლმე საუბარი რაზე, რომ აი ძალიან რთულია თეორიული თეზისები, ხშირ შემთხვევაში ეს არის ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ძირითადში. მანგიერება, რომ ძალიან რთულია, რომ თეორიული თეზისები დააკომპლექტო, ესე თქვა, დაინტეგრირო უკაცრავად პრაქტიკაში. ერთია საბურავის გამოცვლა იცოდე თეორიაში და მეორეა პრაქტიკაში თვლიდე საბურავს, ხო? სამწუხაროდ ანუ არაერთმა მაგალითმა და არაერთმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ დღეს ყველა უნივერსიტეტს რა თქმა უნდა არ ეხება, არ გეხებათ თქვენ, მაგრამ უმეტესწილად დღეს საგანმანათლებლო ბაზარზე ფაქტიურად ვერ ხდება ისეთი კადრების აღმოცენება, რომელიც სხვადასხვა გამოწვევებს გაუმკლავდება. როგორც პროფესიულ ნაწილში, ასევე პრაქტიკულ ნაწილში და კრიზისების ნაწილში კიდე რაც ყველაზე მთავარია. აქედან გამომდინარე, მე მაინტერესებს აი ეს ორი კომპონენტი, სასწავლის ორ პინაზე, ხო? ანუ თეორიული და პრაქტიკული კომპონენტი. აი თქვენთან უფრო რომელს ენიჭება უპირატესად? ვერ ვიტყვი, რომ თეორიული ნაწილი ამოღებულია და არ შეიძლება რომ იყოს ამოღებული. ამაზე არც არის საუბარი. თეორიული ნაწილი აუცილებელია, იქ მილიონი კვლევებია, 1000 ასე თქვა თეორია არის, რომელიც აუცილებელი არის, რომ სტუდენტმა უნდა გაიაროს, მაგრამ ჩვენი მიდგომაც ეს არის, რომ თეორიული ნაწილი დაახლოებით თუ ვწდები, თუ არ ვწდები, 20% დაახლოებით გვაქვს თეორიული ნაწილი, დანარჩენი უფრო მეტად მიდის პრაქტიკულ ნაწილზე და ადგილზევე ამ პრაქტიკული ნაწილის მერე ასე თქვა მაქსიმალურად გათავისება. მე მიდის სხვადასხვა ორგანიზაციაში, ჩვენ გვაქვს ესეთი შემთხვევები, რომ თვითონ ორგანიზაციებს ვთხოვთ, აი მაგალითად რომ ავიღოთ, რომ პირობითად რაღაც სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით, რომელიმე ორგანიზაციას ჭირდება რაღაცა სტრატეგიის გაწერა. ჩვენთვის არის როგორც кейსი კარგი, იმიტომ რომ ისინი ვაძლევენ, ასე ვთქვათ, დავალებას, ძირითადად ლექტორებს მოაქვთ ეს кейსები, რომ ბავშვებმა კონკრეტული ნამდვილ кейსთან კონდეთ შეხება, კონკრეტული მაგალითი, გაუწერონ სტრატეგია, გააკეთონ ეს როგორც წესი და რიგია და მერე უკვე პროცესში დანერგონ და განახორციელონ თვითონ უკვე ბიზნესში. ეს უკვე აძლევს იმას საშუალებას, რომ ჯერ ერთი ის დამქირავებელი, ამ შემთხვევაში დამქირავებელია ბიზნესი გულისხმობ, რეალურად ხედავს, რომ სტუდენტმა ისეთი პროდუქტი გაუწერა თან დახმარებით, პროფესიონალების დახმარებით, ვინც არიან ერთ-ერთი საუკეთესოები იმ დარგში, გულისხმობ ლექტორებს. ანუ ამის მიხედვით ეს ისეთი ჯაჭვი გამოდის, რომ ყველა მოგებული რჩება. ბიზნესმა, რომელმაც ესე რომ ვთქვათ, უფასოდ მიიღო სტრატეგია გაწერილი, სტუდენტმა, რომელმაც მიიღო საშუალება კონკრეტულ кейსზე იმუშაოს და ჯამში ჩვენც როგორც უნივერსიტეტი მოვახდინეთ აი ამ ხიდის გადება უკვე. და ეს ძალიან კარგი მაგალითია და მაქსიმალურად ვნერგავთ ამას, რომ რაც შეიძლება მეტი მაგალითები იყოს ესეთი, მოვიტანოთ და ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბიზნესიც დაინახავს ამას და მეტად ცოტა რთულია იქიდან გამომდინარე, რომ ცოტა სკეპტიკურად უყურებენ. აი რაღაცა ხა იმას როგორ უნდა დავაწერინო ბავშვებს და რაღაცა. მაგრამ არ არის სწორედ იმაზე, რომ აქ მარტო სტუდენტები არ აკეთებენ, მათ თავზე ადგათ პროფესიონალი ლექტორები. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ცოტა ბიზნესმაც უნდა მოინდომოს ამ შემთხვევაში, რომ მეტი ნდობა იყოს და მეტი, ასე ვთქვათ, საშუალება მივცეთ უნივერსიტეტებს, რომ
ჩაერთონ ეს ბავშვები კონკრეტული საქმის კეთებაში. თორე ესე თუ თქვენ ასე ვთქვათ დაბლოკავთ ამ თემას და არ გექნებათ მე იგივე პრობლემა მე როგორ გავზარდო ისე სტუდენტი თუ შენთან შეხება არ მექნება. ანუ ჩვენ პირდაპირ ძალიან მაგარ თემას მიადექი ეხა და მოდი ეხა ნელ-ნელა გადავიდეთ უკვე სხვა თემებზე და თუმცა საუნივერსიტეტო საკითხებს და საგანმანათლებლო საკითხებს ფაქტიურად საქმიან პასაჟად გაყვება ჩვენ საუბარს და ჩავაქსოვთ ალაგ-ალაგ აუცილებლად. ეხა მოდი ძალიან მაგარ თემას შეეხე ბიზნესი და ბიზნეს ფსიქოლოგია, ასე ვთქვათ. არ არის ახალი ამბავი, რომ საქართველოში კი ბიზნესი იზრდება, ვითარდება. წამოვიდნენ ახალგაზრდა დამფუძნებლები, ახალგაზრდა მენეჯერები, შემოვიდა აბსოლუტურად ახალი ხედვები და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა ცოტა ცუდი პოლიციელის როლიც მინდა ვითამაშო, ფორმატი გვაძლევს ამის საშუალებას, რომ რატომღაც მე მრჩება შტაბეჭდილება. არ ვიცი, არავინ არ მიწყინოს ეხლა დიდი პატივისცემა ყველას რა თქმა უნდა, მაგრამ რატომღაც გონია რომ მაინც თითქოს ქართული ბიზნესი აი ერთ წრეზე ტრიალებს. ეხლა აი დობის ფაქტორი ახსენე, ხო? აი რაღაცა კონსერვატივიზმი მაინც გადაწონის ხოლმე როგორც წესი. ქართულ ბიზნესში. თუმცა ეს ცხადია ეხლა ყველა კომპანიას არ ეხება. მე მაინტერესებს აი ამ ქართული ბიზნესის განვითარების ევოლუცია, ხო? აი დღეს სად მოგვიყვანა? აი დღეს სად არის ქართული ბიზნესი? გაქვთ თქვენ ურთიერთობა ბევრ ბიზნეს სუბიექტთან, ასე ვთქვათ. პარტნიორები ყავთ. რა თქმა უნდა. გაქვთ ურთიერთობა აი საბანკო სექტორზე არ შემიძლია რომ არ ვისაუბროთ. საბანკო სექტორთანაც თუნდაც და ასე შემდეგ. აი რეალურად მე მაინტერესებს აი ურთიერთობაში, პირდაპირ ურთიერთობაში, საქმიან ურთიერთობაში რამდენად ჩანს დღეს ეს კონსერვატივიზმი. თუ ნელ-ნელა გავხსენით საზღვრები და უფრო ღია ტიპები გავხდით. ერთის ხელის მოსვლით ესე ვერ ვიტყვით ყველაზე, მაგრამ რა თქმა უნდა არის კომპანიები, განსაკუთრებით სადაც უფრო ახალგაზრდა მენეჯმენტი არის. მე რასაც დავკვირვები ვარ, აი ახალგაზრდა მენეჯმენტი უფრო თამამია ექსპერიმენტებში. უფრო თამამად მოყვებიან. აქ თავარი ჩემი გადმოსახედიდან არის ის, რომ ძირითადად ქართულ ბიზნესში როგორ არის, ხო, რომ არიან დამფუძნებლები და დამფუძნებელი დირექტორიც არის, HR-იც არის და მოკლედ ყველაფერი არის. ეს სწორია ეგ? არ არის სწორი და როგორც მე ვთქვი, საერთაშორისო პროცესებში. არ არის ეს ჩემი საქმე. ვფიქრობ, რომ ჩემზე მეტად პროფესიონალები აკეთებენ იმ საქმეს და რაშიც მე ვთვლი, რომ ის ჩემზე ძლიერია ამ დარგში, ну აი რატო უნდა ჩავერიო. მე მაქვს გეგმის მიხედვით მივყვებით, არის რაღაც ერთწლიანი გეგმა, სამწლიანი გეგმა და ამ გეგმის მიხედვით მივყვებით. თუ რაღაცა არ ხდება, ვერ ხდება განხილვა რა მოხდა, რა პრობლემები იყოს. მაგრამ პროცესებში ჩარევა, არ შეიძლება. ყოველ შემთხვევისათვის მინიმუმ იმას უნდა ანალიზებდე, რომ შენ ხარ თუ არა ამაში მასზე ძლიერი. ეს დამოკიდებულება ეხლა რასაც უყურებ, ნელ-ნელა იცვლება, კი. ცოტა დიდი თაობის ხალხთან უფრო რთულად არის ეს, მაგრამ ისი თქმა მინდა ამითი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ახალი თაობა რაც მოდის და მენეჯმენტის პოზიციებს იკავებს, აი უფრო მეტად ღიები არიან თუნდაც უნივერსიტეტთან ურთიერთობაში, თუნდაც რაღაც ექსპერიმენტებში, რაღაც ახალი იმეების დანერგვაში, რაღაც ნებისმიერ მაგალითისთვის ვიტყვი მაგალითად ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ბიზნეს პროცესების მართვაში. მე პირველი ინიციატორი ვიყავი, რომ მეთქი ეს დავნერგოთ და შევამსუბუქოთ, რაშიც შესაძლებელია, რომ შევამსუბუქოთ. როგორც ასე ვთქვათ, შეხება რაც მაქვს ამ ბიზნესთან და პარტნიორები ყავს საკმაოდ ბევრი, ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე, რომ ბევრ ბიზნესთან ასე ვთქვათ, პარტნიორობთ, რომ აი სტუდენტების ასე ვთქვათ, გაგზავნა შეიძლებოდა სხვადასხვა ბიზნესში და იქაც ნუ აი გამოირჩევა ესე ვთქვათ რა, რომ აი თან ახალგაზრდა მენეჯმენტი, ახალგაზრდები, რომლებიც მენეჯმენტში არიან, უფრო ტოპ მენეჯმენტში ჩართულები, უფრო თამამად მოდიან ამაზე. და ნუ უფრო ნაკლებად ასე ვთქვათ ძველგაზრდები. ხო, ნუ ძველი თაობის ბიზნესმენები. სხვადასხვა მინდა ვთქვა, რომ აი ძველი თაობის ბიზნესმენებისთვის ცოტა რთული გასაგებია ხოლმე ეს, იმიტომ რომ ფაქტიურად ეხლა ახალ ქვეყანაში, ფაქტიურად საბჭოთა კავშირის შემდეგ, საკუთარი ხელით, საკუთარი ოფლით შექმნეს შეიძლება ითქვას, რომ ძალიან საინტერესო ინდუსტრიები და აი მე ყოველთვის ნანობ ხოლმე, რომ აი არ მიმდინარეობს, მაინც არ ვაფასებთ რა ქართულ ეკოსისტემას სათანადოდ და არ მიმდინარეობს იმაზე საუბარი, რომ აი საქართველოშიც
შეიძლება ბიზნეს ისტორიები არ ყვებით ელემენტარულად და არ ვასწავლით თუნდაც იგივე მომავალ თაობებს რომ აი როგორ შედგა მაგალითად პირველი ბრენდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამიტომაც არის რომ ბევრი ინდუსტრია ელემენტარულად მოკვდა და სამწუხაროდ ჩვენი ხელით მოუკალით ძალგეული მიმართულებები ხო ეს ძალიან ცუდია საბანკო სექტორზე მინდა პატარა გადახვევა გავაკეთო დღეს აი ბანკი მოდი ასე ვთქვათ ხო ეხლა ვიცით რომ კონცენტრაციის მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი რეგიონში შემიძლია ვთქვა და ალბათ მთლიან აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენი საბანკო სექტორი არის ძალიან მოწინავე და ყოველთვის ესე ორ ნაწილად ყოფ ხოლმე რა ამ მოცემულობას ბანკი საერთოდ მაღალი ბრუნვების მქონე ბიზნესისთვის არის ფანტასტიკური მეგობარი, მაგრამ ბანკი უკვე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაქვევით, მიკრობიზნესისთვის უკვე არის ხშირ შემთხვევაში დისკომფორტი და ეს ჩემი სიტყვები არ არის, რეალურად ეს მათი განწყობების ნაწილი არის. აი, მე მაინტერესებს ბანკი დღეს როგორც ყოფილ ბანკირს ისე გეკითხები. აი, რამდენად არის დღეს ქართულ მოცემულობაში ბიზნესის პარტნიორი? ხო, ცოტა ესეთი შეკითხვა. იდეაში პირველ რიგში ბანკის ინტერესში უნდა იყოს, რომ ის პარტნიორი, ანუ ის ცესხს გასცემს, მაქსიმალურად უნდა დაეხმარო იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს ინტერესში, როგორც ბანკი, სიტყვაზე ბანკირი ვარ, ჩემს ინტერესში არის, რომ მას არ შეექმნას პრობლემა, თუნდაც იმიტომ, რომ მე შევძლო ესე თქვა თანხების ამოღება. მაგრამ სამწუხაროდ ესე ვერ ხდება სამწუხაროდ. სწორედ აღნიშნე, ანუ დიდი კომპანიებისთვის, დიდი ბრუნებისთვის ბანკები არიან მეგობრები. კი. და მცირე ბიზნესისთვის ცოტა უფრო, ანუ ისიც გასაგები არის, იმიტომ რომ არის რაღაც რეგულაციები, ეროვნული ბანკის არის რეგულაციები, რომ აი მაღალ რისკიანი არის და ამიტომ სესხი უნდა შესაბამისად უფრო დააზღვიო და მაღალ პროცენტში გაიცეს. და უფრო რთული არის, მაგრამ მოდი ესეც აღვნიშნოთ, რომ ბანკის გარეშე დღეს საქართველოს ეკონომიკა ძალიან შორს იქნებოდა რა. ანუ გამორიცხულია შენ დღეს ბიზნესი აკეთო მარტო შენი სახსრებით. გიორგი, მოდი ხა პატარა ისეთი ალეგორიული კითხვა მინდა დაგისვა. საქართველოს ჩვენ ქვეყანას რომელ საავტომობილო ბრენდს შეადარებთ? და რატო? ძალიან საინტერესო კითხვა დასვი, რომელ ბრენდს შევადარებდი. პირველ რიგში ეს უნდა იყოს ალბათ ჯიპი. Crossover-ი. ჯიპი, კი ბატონო. ჟარგონზე რო თქვა ჯიპი, crossover-ი. რატო? იქიდან გამომდინარე, რომ უფრო ისეთია, რა ქვია, ძლიერია, ამტანია, მეტი ტვირთის გატანა შეუძლია და ასე შემდეგ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ისტორიას თუ გადავხედავთ, რაც გავგვივლია დასაბამიდან, არ ვიცი, ალბათ ამ მანქანებს შორის ეს არის crossover-ი, რომელიც შევადარებდი. მე ხა რომელი Mercedes-ი იქნება თუ რომელი იქნება, არა, მაგრამ თვითონ მანქანის სტილს უფრო შევადარები SUV რა, ასე ვთქვათ. შეგვიძლია უგზოობაში სიარული. შეგვიძლია, კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს საქართველოს ისტორია ხო რაღაც გუშინ არ დაწყებულა რა, მოდის საუკუნეები და მან რაც გაიარა შეუძლებელი შეძლო, ხო? და ესე ვთქვათ, თუ შევადარებდით შეუძლებელი, ამ ავტომობილებში იქნებოდა ალბათ crossover-ი, რომელიც უფრო მეტ შეძლებს. მე მეგონა რომ რომელიმე კონკრეტულ ბრენდს იტყოდი, თავის მახასიათებლები და ძალიან გამიჭირდა ბრენდის ჩამოთვლა, ესე თუ ავიღებდით ალბათ Toyota-ს ვიტყოდი, იქიდან გამომდინარე, რომ Toyota გამოირჩევა უფრო მდგრადობით და არა დავუშვათ ვიზუალურად შეიძლება ვიღაცას მოწონდეს, ვიღაცას არ მოწონდეს და რაღაც სხვა ბრენდები უფრო ლამაზად გამოიყურება, მაგრამ ასე ვთქვათ, გამძლეობა ყველაზე მეტი Toyota-ს აქვს. აქედან გამომდინარე, შევადარებდი Toyota-ს, არა Lexus-ს, არამედ Toyota-ს. ხო, Lexus-ამდე ჯერ ბევრი გვიკლია მე მგონი. კაი, მოდი რეკლამაზე გავიდეთ. რეკლამის მერე დავბრუნდებით ეთერში და გავაგრძელებთ უკვე ავტო ინდუსტრიაზე საუბარს და მალე დავბრუნდებით მოკრეს პირდაპირ ეთერში.
გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია სენა ავტო. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი სენა i400. შენი ელექტრომობილი. გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია სენა ავტო. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი სენა i400. შენი ელექტრომობილი. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ გამოშვებას. ხო, საინტერესო თემაზე მოგვიწია გაჩერება წინა ბლოკში, საავტომობილო თემასთან მიმართებაში. ხო, მე არ ვიცი რომელ ბრენდს შევადარებდი საქართველოს. ცოტა რთულია ამაზე საუბარი. მე ალბათ უფრო შევადარებდი რომელიმე ახალ კორეულ ბრენდს. Kia-ს ან Hyundai-ს. ლამაზია. ყველას უყვარს, ყველას მოსწონს. ტექნიკურად და ტექნოლოგიურად არ მიწინონ ახლა ცხადია წარმოებლებმა, Kia-ს და Hyundai-ს წარმოებლებმა, მაგრამ ტექნოლოგიურად ალბათ კიდევ უფრო უკეთესს ვისურვებდით. და შესაბამისად, ხო, პრეტენზიულია თქო ვერ ვიტყვი, ნამდვილად ზედსაც არ იკლებს, არანაირად, მაგრამ ყურადღება ჭირდება მოკლედ რა. ანუ გარანტიის პერიოდში მოყვება, მაგრამ აი გარანტიის მერეც რომ ესე ვთქვათ, რეზისტენტული იყოს, ცუდი არ იქნებოდა. ამიტომაც მე Kia-ს ან Hyundai-ს შევადარებდი საქართველოს. თუმცა ღმერთ მაქრას რომ მალე ავიდეთ Lexus-ის, Mercedes-Benz-ის ან BMW-ს დონეზე საბოლოო ჯამში. ხო, ეხლა ავტომობილების ინდუსტრიაზე მინდა კითხოთ. სხვათა შორის შენი პრეისტორიიდან გამომდინარე კავკასიის ავტოიმპორტში ძალიან ბევრი საინტერესო ინოვაცია დაამკვიდრეთ ბაზარზე. და მე ყოველთვის ესე უყურებ ხოლმე რომ საქართველოში ავტომობილების იმპორტის მაჩვენებელი გეომეტრიული შკალით იზრდება და იზრდება. ყოველწლიურად იზრდება და შესაბამისად აქ ალბათ ჩემი აზრით არის გარკვეული სტანდარტიზაციაც შემოსაგები. მაგრამ ამან მეორეს მხრივ განავითარა ბაზარი თვითონ. ხო, ეხლა ყოველთვის ვიძახი ხოლმე რომ აი ქართველი ავტოხელოსნები რო შეკრა ერთიანად დიდი ალბათობით რაღაც მაღალ ტექნოლოგიურ ავტომობილს აწყობენ, იმიტომ რომ მართლა დაგროვდა გარკვეული ცოდნა და გამოცდილება, მაგრამ ყველაზე ცუდი არის ის, რომ ეს შავბაზარზე არის მიმოფანტული დღეს ეს რესურსები. მე მაინტერესებს, აი დღევანდელი მოცემულობით, აი ჩვენ დავიწყეთ მაგალითად 90-იანების ბოლოს უკვე საქართველოში გამოჩნდა ძალიან ბევრი დასავლური ბრენდი, იგივე აზიური ბრენდები და ასე შემდეგ, ნელ-ნელა დავიწყეთ ავტოპარკის ჩანაცვლება, ნელ-ნელა გაქრა ქართული ბაზრიდან საბჭოთა წარმოების ავტომობილები, რაც კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ ბაზარმა ცოტა ქაოტური სახე მიიღო. ბოლო პერიოდში და შედარებით ახლა ბევრი ურბანისტი ალბათ შემეწინააღმდეგება ეხლა, მაგრამ აი საცობების ნაწილიც, ანუ საცობებს ჩემს ვერ უშველის ვერანაირი ესტაკადები, ხიდები და ასე შემდეგ, სანამდე არ მოხდება ავტომობილების იმპორტის კოეფიციენტის გადახედვა საბოლოო ჯამში და არ მოხდება გარკვეული რანგირება ამ მიმართულებით. მე მაინტერესებს აი მოლოდინები 2000-იანების დასაწყისში და დღეს. აი 2000-იანების დასაწყისში, როდესაც ესეთი დინამიკით წავიდა ქვეყანაში ავტომობილების იმპორტის დინამიკა. აი სად უნდა ყოფილიყავით დღეს? ანუ აი შეგნებულად ვკითხვა, სად უნდა ყოფილიყავით? არა სად ვართ, არამედ სად უნდა ყოფილიყავით, იმიტომ რომ ამ პერიოდმა ჩვენ ცოდნა, გამოცდილება დაგვიგროვა, მანქანაც მეტნაკლებად გვასწავლა, რა არის და ასე შემდეგ და აი რა სცენარს ისურვებდი დღეს? აი სად უნდა ყოფილიყო საქართველო? პრინციპში ის განვითარება, რაც დაიწყო ხა 2000 წლებიდან, მოგვცა იმის საშუალება, რომ დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, მაშინ იყო სურვილი, რომ გამختارიყო რეგიონალური ჰაბი და ეს 100%-ით მიღწეული არის. კი ბატონო. ამან გამოიწვია ისო უამრავი ხალხი არის ამ ბიზნესში ჩართული.
დაწყებული ხელოსნიდან, დამთავრებული ნებისმიერი, ვინც აკეთებს ასე ვთქვათ ავტომობილების იმპორტს და რეექსპორტს და გაყიდვას და რა ვიცი, სამრეცხაოდან დაწყებული ავტონაწილები, უზარმაზარი ხალხი რაოდენობა არის ამ ბიზნესში ჩართული. ის რომ აი ამ ჰაბმა გამოიწვია ამდენი ხალხის დასაქმება, ეს უკვე მე ვფიქრობ, რომ კაი შედეგი არის. სად ვისურვებდი, რომ პირობითად იყო თუ გახსოვს გაკრას ჩვენ ინტერვიუები ადრე რო ქონდა, აი მარჯვენა რულიანების აკრძალვა ხდებოდა. ვისურვებდი, რომ ეს უფრო ადრე ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს შეიძლება არ ესიამოვნა იმის იქიდან გამომდინარე, რომ მარჯვენა საჭიანები აიგრძალა, მაგრამ მთელი სისტემა შუქნიშნებიდან და გზებიდან ყველაფერი იყო მარცხენა საჭიანზე აწყობილი და ეს რა თქმა უნდა პრობლემას უქმნიდა. გასაგებია რომ მომხმარებელს იაფად რაღაცა $1,500 შეეძლო ავტომობილის შეძენა, მაგრამ დავინახეთ რა პრობლემები შექმნა. ვისურვებდი ასევე იმას, რომ უფრო ადრე დაწყებულიყო თუნდაც აი ამ რაღაცა საგზაო მოგვარება, ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის და ყველაფრის ერთად. ყველაფრის ერთად, კი, თუნდაც აი და ბასლაინები ავიღოთ, ზოგან პრობლემა შექმნა, ზოგან ეს რაც უფრო ადრე დავიწყებდით ამას, დღეს უფრო ნაკლებად კი გაგიმხილო მე რას ვისურვებდი. მე ვისურვებდი, რომ აი სლოვაკეთი მახსენდება ხოლმე ყოველთვის. როდესაც პრივატულ საუბრებში მაქვს ხოლმე ამ სლოვაკეთის მაგალითზე საუბარი, ყველა მეუბნება, რომ ახლა სლოვაკეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და შეძლო ის, რომ შკოდას, მიცუბიშის, თუ არ ვთქვი Volkswagen-ის, ესე ვთქვათ, წარმომადგენლობები აქვს გახსნილი და არა მანქანას, არამედ ნაწილებს აწარმოებს და აზღვის გლობალურ კონცერნებს. ვისურვებდი ალბათ ასეთ მოდელს. აი ავტოწარმოების ნაწილშიც რო წავიდეთ, ძალიან მშურს, თეთრი შურით, რა თქმა უნდა, უზბეკეთის. იცი кейსი ძალიან კარგად, უზბეკეთმა დაახლოებით 2000-იანების დასაწყისში შექმნა ბრენდი სახელად უზი, რომელიც მერე შეიძინა დაევუმ და შემდეგ შეიძინა შევროლემ. და დღეს უზბეკეთში იწარმოება შევროლეს ხაზით ავტომობილები. ხო, აი ამ სცენარსაც ვისურვებდი და სამწუხაროდ ვერ მივახციეთ ამ სცენარს, იმიტომ რომ იყო იქ რამდენიმე მცდელობა, იგივე ჩინური ელექტრომობილების წარმოების საკითხი, რომელიც დაპაუზდა, ვერ ვიტყვი, არ მინდა რაღაცნაირად ნეგატიურად წავიყვანო საუბარი და გაჩერდა თქო, არ ვიტყვი ნამდვილად, დაპაუზდა ალბათ და იმედია განხორციელდება, მაგრამ რაღაც დონეზე ჩვენ ალბათ ამ ნაწილშიც გარკვეული შანსები გავუშვით ხელიდან და აი ამ შანსების გაშვება შენი აზრით რამ განაპირობა? ფაქტიურად დღეს რა გვაქვს, ხო? ანუ დღეს გვაქვს შავი ბაზარი, ძალიან დიდი რაოდენობის და მოცულობის და მეორე, ანუ ეს უქვეითებს რეალურად мотивაციას და სურვილს საქმის წარმოების როგორც ოფიციალურ დილერებს, ასევე არაოფიციალურ, მაგრამ ხარისხის პროვაიდერ დილერებს, რომლებიც ასევე ბევრნი არიან ბაზარზე. აი შენი აზრით, აი რატო გართულდა დღეს ბაზარზე ჩვენს ეკოსისტემაში შავ ბაზართან ბრძოლის საკითხი? მოდი პირველი კითხვას დავსვავ დავაკონკრეტებ და რას გულისხმობ შავ ბაზარში? აი კაი რემარკა იყო ძალიან. აი შავ ბაზარს რო ჩაუღრმავდეთ ეხლა ამ შემთხვევაში მე გულისხმობ არალიცენზირებულ პროდუქციას, მე გულისხმობ ამ შემთხვევაში fake პროდუქციას, მე გულისხმობ ამ შემთხვევაში aftermarket-ის ნაწილს, პროდუქციას, რომელიც მიდის მეორად ბაზარზე და საბოლოო ჯამში დემპინგის პრინციპით ის კონკურენციას უწევს უკვე ხარისხიან პროდუქციას საბოლოო ჯამში და ერთსულ მოსახლეზე შემოსავალი უკვე რა თქმა უნდა იწონება მის მხარეს. აი ამას გულისხმობ. მაგალითისთვის ავიღოთ რა, პირობითად ავტომობილები, რომლებიც ჩამოდიან და იშლება. კი ბატონო. და დაშლილი ნაწილების ბაზარი, ასე ვთქვათ, ნაწილები იყიდება. ეს არ არის რაღაცა ახალი საქართველოსთვის, ეს ყველგან არის, ევროპაშიც არის, ამერიკაში უფრო სოფისტიცირებულად არის და ეს კომპანიები არიან, რომლებიც ამას უფრო აკეთებენ, მეორად ასე ვთქვათ, ნაწილებს ყიდიან. ჩვენ შემთხვევაში ვისურვებდი, რომ უფრო ასე ვთქვათ, დავარცხნილად იყოს ეს. მე არ დავარქმევდი ამას შავ ბაზარს, იმიტომ რომ ოფიციალურად კარგად, ასე ვთქვათ, ხდება, ყიდულობენ ნაწილებს, ისა ავტომობილს შლიან და ხელმისაწვდომი უფრო რო იყოს სამწუხაროდ საქართველოს შემოსავალი არაადეკვატურად განსხვავებულია და მანქანა არაადეკვატურად უფრო ძვირიანი ყავთ. ანუ გულისხმობ, რომ პირველ თანხას რაღაცას რო იშოვიან, მანდა მაინც კაი მანქანით უნდა ვიყიდოთ, iPhone 16 უნდა გვეჭიროს ხელში და აქედან გამომდინარე, იმ მანქანას, რასაც ყიდულობენ, იმის შენახვის თავი უფრო რთულად აქვთ. ამიტომ იმართავენ მეორად ბაზარს.
ეს საკმაოდ დიდი ბაზარი არის, ამაში არის უამრავი ხალხი ჩართული და ვფიქრობ, რომ უფრო მეტად რომ დაიხვეწოს ეს, ამას უფრო ვისურვებდი, ვიდრე საერთოდ რომ არ იყოს, იმიტომ რომ მოთხოვნა სანამ იქნება, ეს ბაზარი ყოველთვის იქნება. რაც შეეხება ეხლა სხვა მიმართულებით, ეხლა ხარისხიანი არიან მომხმარებლები, რომლებიც მარტო ეძებენ პირობითად ხარისხიან, ესე ვთქვათ, საქონელს, რომელიც ორიგინალ ნაწილებს დავარქვევდით და არიან რომლებიც აივანის და ესეთ ნაწილებსაც ყიდულობენ, ხო? ანუ ჩვენ მე მაინც გონია რომ არ უნდა შევკვეცოთ იმითი რომ მარტო ერთი ხარისხის რაღაც პროდუქცია იყოს, როგორც მარტო ავტონაწილებში ხო არ არის, რაღაცა ტანსაცმელიდან დაწყებული ნებისმიერი არის. მაღალი ხარისხი, დაბალი ხარისხი, მეორადი ბაზარი ტანსაცმელებიც ხო არის მეორადი. ანუ ეს რაც უფრო მეტად ჩვენ ასე ვთქვათ მოუჭერთ ეს ასე ვთქვათ არ მივცეთ საშუალება რომ ან გაურთულოთ ან რაღაც გადასახადების კუთხით ეს უფრო გააფუჭებს საქმეს ჩემი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში პირიქით მივცეთ რომ აი ეს ძირითადად ბაზრობებზე ხდება ხოლმე ხო ეს უფრო მეტად მოხდეს ამისი ასე ვთქვათ სოფისტიცირება რომ მაქსიმალურად უფრო აი ონლაინში გადაიტანონ ეს ყველაფერი რაღაცა ასე არ ეყაროს და ზეთებში არ იყოს და მეტად ცივილურად და მეტად ცივილური ფორმა ხო აი ამაში უფრო მეტად მიდაუჭერდი მხარს რომ ამას დავხმარებოდი ვიდრე საერთოდ გასულიყვნენ ბაზრიდან გასაგებია რომ ვიღაცას ახალ ორიგინალს მაგრამ ის მაგის კონკურენტი არ არის და როგორც მაშინ ზევით აღნიშნე უმეტესობა ავტომობილის მფლობელები, რომლებიც ფლობენ ავტომობილს, მათი ბიუჯეტი შემოსავალი არ არის ადეკვატური იმ მანქანისა, რაც ყავს. რაც ყავს. ძირითადად კიდე ძალგე სერვისი ჭირდება, ძალგე ექსპლუატაცია ჭირდება, მილიონი საკითხი ჭირდება. მანქანა ვიცით? როგორც ქვეყანა? მანქანა იცის, ვინც ამ ბიზნესშია ჩართული ძალიან კარგად, მაგრამ კიდველმა უფრო მაქსიმალურად ვიზუალურად ხდება და აი როგორც აღნიშნე რომ უფრო პრესტიჟული იყოს, უფრო მეტად ასე ვთქვათ შენ სტატუსს რო უსმევდეს ხაზს და ძირითადად უფრო მაინც ამის მიხედვით მგონია რომ ხდება არჩევა. არა როგორც არა იმითი რომ უფრო მეტად დაუშვათ გამძლე იყოს, ნაკლებად გაწვალოს და ასე შემდეგ. აი უფრო ალბათ მაინც მგონია რომ სტატუსის გამოსახატავად და მეტად რო აიწიონ ასე ვთქვათ სტატუსი. ჩვენ ვიცით რეალურად ის მოცემულობა რომ აი თუ პირობითად და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ფინალი ესეც იქნება რომ საქართველოს გახდება აუცილებლად ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეხლა ევრორეგულაციის 31 პუნქტს მინდა მიუბრუნდე, რომელიც სატრანსპორტო კომპონენტის რეგულირებას გულისხმობს. რაც ამსაც კი საქართველოს გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა მომენტალურად დაიწყება, ესე ვთქვათ, ასოცირების დოკუმენტების ათვისება უკვე პრაქტიკაში, ხო? და ეს ჩემი აზრით და არ ვარ ხა ორიგინალური თუ ვიტყვი ამ მოცემულობას, რომ ძალიან დიდ ნეგატიურ გავლენას მოახდენს ავტობაზარზეც ზოგადად საქართველოში, იმიტომ რომ ელემენტარულად აიკრძალება, იქ ჩაიკეტება გარკვეული ლოტები შეერთებული შტატებიდან ავტომობილების იმპორტის, იქ შეიძლება იაპონია და კორეაც მოყვეს და ასე შემდეგ. აი რაც მოხდა ბულგარეთში, რუმინეთში და ასე შემდეგ. მაგრამ სამაგიეროდ მედლის მეორე მხარეს გზა გაეხსნა საბანკო სექტორს, იმიტომ რომ მათ აქცენტი გააკეთეს საბანკო პროდუქტებზე, ავტოლიზინგის კომპონენტი წამოვიდა წინარე პლანზე, გაიზარდა კონკურენცია ფინანსურ ინსტიტუციებს შორის, გაზრდილმა კონკურენციამ დაწია საპროცენტო განაკვეთი და უფრო მორგებული გახდა რეალურად მომხმარებლისთვის და ეხლა დღეს რო შევხედოთ ჩვენ მაგალითად ნებისმიერ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანას, თურქეთზე არ მაქვს ლაპარაკი, იმიტომ რომ თურქეთი თვითონ აწარმოებს უმეტესწილად ავტომობილებს, ავტოპარკი ფაქტიურად არის განახლებული 2020 წელს ზევით. ჩვენთან ეს სამწუხაროდ ჯერჯერობით არ ჩანს ამის წინაპირობა და მე კიდევ ერთხელ ვიძახი ხა მე არაფერს არ მივანიშნებ, უბრალოდ არ არის ხა მსყიდველობით უნარიანობა მაღალი საზოგადოებაში, ვერ მოთხოვ რო იყიდოს გინდა თუ არა ძვირიანი მანქანა, მაგრამ ეხლა ჩვენ ახსენე აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომელიც ასევე სხვა მიმართულებით მიდის, ხო, რომ არ არის მაღალი მსყიდველობით უნარიანობა, მაგრამ მაინც უმეტესობას მაგარი მანქანა ყავს, ხო? ეს ცოტა ცდება ერთმანეთში თემატურად. ალბათ ქართული ხასიათი და თავი გამო. მოდი ერთ პატარა რემარკას გავაკეთებ. ეხლა არ რეკლამაში არ მინდა ჩამეთვალოს, მაგრამ მაინც кейსს უხდება და მაინც კითხავ. 2016 წლიან
Mercedes E-Class იყოლიებდი თუ 2025 წლიან Renault Logan-ს? ალბათ Mercedes მაინც. რატო? პირველ რიგში ახალი მანქანა, პარკები, კი, ახლა ცენტრის სუნი და ასე შემდეგ. იცი რა, იქიდან გამომდინარე Renault-სთან სამწუხაროდ არ მქონია შეხება და არ ვიცი და დიდად ვერ დავდებდი თავს რამდენად გასაგებია რომ ახალი კარგია და ნუ ალბათ თუნდაც ვიღაცისთვის Renault უფრო პრესტიჟული ახალი რახან არის. იმის გამო იქნებოდა, მაგრამ 2000 წლიანი თქვი Mercedes-ი 16 წლიანი. ხო, 17 არის, აი საფასო მარჟები რომ მიუახლოვდეს მაქსიმალურად ერთმანეთს. ავირჩევდი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება დიდად, ასე ვთქვათ, პრობლემატური და რაღაცა კომფორტი მეტი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა 7 წლის თუ 8 წლის მანქანა გამოდის. შეიძლება ვწდები, არ ვიცი. ნუ გემოვნებაზე არ დავობენ, ხა შენი არჩევანია. ნუ მაინც კლასი ბევრად მაღალი არის, შიგნით დაწყებული სალონში დარწმუნებული ვარ, მასალაც უკეთესი იქნება, ხარისხიც უკეთესი იქნება და მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება სულ ახალი იყოს. მე ესე ავირჩევდი, მაგრამ ეს თუნდაც მეორას, მაგრამ მაინც არჩევდი Mercedes-ს. Mercedes-ს ავირჩევდი იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი რა მანქანა არის, ვიცნობ კარგად და მჯერა მისი ბრენდის. მოდი ბაში დაუბრუნდები ისევ კითხვას, აი რა არის გზა, შენი აზრით, რითიც ჩვენ შეიძლება რომ განვაახლოთ ავტოპარკი? მე საერთოდ გეთახმები იმ ამბავში, რომ ანუ ხელოვნური ინექციები ამას არ შველის. მაინც და მაინც იმიტომ რომ როგორც კი შეზღუდავ და იტყვი რომ აი 2020 წლამდე მანქანებს აღარ უშვებ ბაზარზე და ასე შემდეგ ეს უფრო უკუ ეფექტს გამოიწვევს, იმიტომ რომ ასევე გეთანხმები ძალიან ბევრი ადამიანი არის დღეს ჩართული პირდაპირ თუ ირიბათ ამ ბიზნესში და ეს მათ შორის იგივე შემოსავლების ნაწილსაც ძალიან დაარტყავს ფისკალურ ნაწილში ბიუჯეტს და ადამიანის ჯიბეებსაც ძალიან დაარტყავს საბოლოო ჯამში. ამიტომ არ არის სწორი ეს ყველაფერი, მაგრამ გზა ხო უნდა ვიპოვოთ. რა გზაც იპოვა თავის დროზე ნებისმიერმა აღმოსავლეთ ევროპულმა ქვეყანამ, ხორვატიამ მაგალითად, ხო, უნგრეთმა, რუმინეთმა, ბულგარეთმა. აი როგორ უნდა მოხდეს შენი აზრით სტიმულირება იმისი, რომ პოპულარიზაცია გავაკეთოთ ჩვენ ახალი ავტოტრანსპორტს, ანუ ავტოპარკი განვაახლოთ საბოლოო ჯამში. ნუ პირველ რიგში ბანკები უნდა იყვნენ მაქსიმალურად ჩართული და სალიზინგო კომპანიები იმისთვის, რომ ეს ახალი პროდუქტები შემოიტანონ და არ იყოს დღეს ხა ავტომობილის ყიდვა ან საბანკო კრედიტით ან ლიზინგით საკმაოდ მაღალ ტარიფს ანუ არ დავასახელებს ის, მაგრამ ძალიან ძვირია, ნამდვილად ძალიან ძვირია და აქედან გამომდინარე ჩვეულებრივი საშუალო მაცხოვრებელს ეს შეუძლებელად მიაჩნია, იმიტომ რომ გამორიცხულია ამ თანხებს ვერ გადაიხდიან. რაც შეეხება ამ განახლებას, ასე ვთქვათ, ავტოპარკის, ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა პრინციპში ესეც ხდება, რომ თუ გახსოვთ, დაიწყო შეზღუდვა ჯერ Euro 3-ის, მერე Euro 4-ის, ესე ნელ-ნელა ადიან. ეს ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, უმტკივნეულო რო იყოს, იმიტომ რომ კიდევ გავიმეორებ, რომ უამრავი ადამიანია ამ ბიზნესში ჩართული, ეს არ არის მარტო ავტომობილი ჩამოიყვანე, გაყიდე და რაღაცა. ამ პროცესს ძალიან ბევრი ადამიანია. ამ ადამიანების უკან ბევრი ოჯახი დგას, ასე რომ ეს ერთი ხელის მოსმით ამის რეგულირებას ვერ დაიწყებ. რეგულირებას ვერ დაიწყებ, მაგრამ აი ესეთი ნაბიჯები თუნდაც რაღაცა Euro 4-5-ზე გადასვლა, ნელ-ნელა აწევა, მაქსიმალურად შემოტანა უფრო სხვა დაფინანსების წყაროების თუნდაც მეორად ავტომობილებზე და აი ესეთი ახალი პროდუქტებით შემოტანა და ამას ნუ რა თქმა უნდა კომპანიები აკეთებენ და აკეთებდა კიდევაც და ალბათ ეხლაც აკეთებენ ჩვენი კომპანია, მე სადაც ვიყავ კავკასიაში. კი ბატონო, კი. რამოდენიმე ჩვენ მაშინ ინოვაციური პროდუქტები იყო, რომ ლიზინგითაც ვაძლევდი განმადებაში და განმადება და 1000 რაღაცა რომ მაქსიმალურად ანუ ნაკლებად ტვირთი რო დაწოლო და ერთი ავტომობილის შეძენის დროს ერთ ადამიანს პირობითად. აი მაქსიმალურად ამ ბიზნესში ჩართული ადამიანები და ბიზნესები ისინი მათი რა ვიცი ხა ეს ბიზნესის
ასე თქვა ნოუ-ჰაუ უნდა მოიფიქრო, რაღაც ახალი პროდუქტი შეთავაზო, გააუმჯობესო, რომ შენი მომხმარებელი თუ დადის დღეს 2017-იანით, რაღაცა შეუწყო ხელი, რომ 2020-იანზე გადაიყვანო. აქ რა თქმა უნდა, ხა სახელმწიფო აქ ნაკლებად მგონია, რომ რამეს იზამს, მაგრამ განახლება თუნდაც აი ამ ევრო შემდეგი ხა ევრო 4-ია თუ ევრო 5 არის მე მგონი. ჩვენ უკვე ევრო 6-ზე უნდა გადავიდეთ წესით და ეხლა ამტოთას ევრო 5 არის თუ. კი ბატონო, ევრო 5 არის. მე გადავალთ ევრო 6-ზე, ეს უკვე რაღაც რაოდენობა მანქანებისაც შეზღუდავს, რომ აღარ შემოვიდეს, ეს ძველი მანქანებიც ნელ-ნელა ისტორიას ჩაბარდება, როგორც აი მარტივად რომ შევხედოთ თუ გახსოვთ, რა ამბავი რაოდენობის მარჯვენა რულიანები მოძრაობდნენ. ეს პატარა მანქანები. ეხლა რაღაც აღარ ჩანან. ანუ ნელ-ნელა გაიწოლა უკვე ამ ბაზარმა, ხო? ანუ ზოგი გაფუჭდა, ზოგი დაიმტრა, ზოგი რაღაცა და აღარ შემოდის ამის ის რაოდენობა, რომელიც საკმაოდ სერიოზულ რისკებს უქმნიდა მოსახლეობასაც და ავტომობილის ზღოლებსაც. დაუშვებელია, მართლა დაუშვებელია, ხო? ესეთი რაღაცები, ანუ ეხლა ესე კონკრეტულად ესე შეიძლება ამ წუთას ვერ ვთქვათ გამოსავალი რაღაც, მაგრამ ამაზე პირველ რიგში უნდა იფიქროს ბიზნესმა, რომ რა პროდუქტები შეიძლება დაამატოს, რომ მაქსიმალურად ასე ვთქვათ ხელმისაწვდომი პროდუქტები იყოს, რომ მე ავტომობილი ხა ყველას ურჩევნია 10 წლის მანქანას 5 წლის ავტომობილი. და რომ გამოცვალოს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სისხლის გამოწვევის ფასად, რომ ასე ვთქვათ თავიდან ბოლომდე ყველაფერი უნდა ჩავდო იმაში, მიუხედავად იმისა, რომ ვახსენეთ თუ გახსოვს, რომ გვაქვს ჩვენ ეს, რომ აი მაქსიმალურად კარგი მანქანით უნდა ვიაროთ. მაგრამ ნუ ეხლა ყველა ამას ვერ ახერხებს და მაქსიმალურად ეს პროდუქტები ჩემი აზრით ისევ ბიზნესის მხრიდან უნდა მოხდეს, რომ შევთავაზოთ, ასე ვთქვათ, მოსახლეობას უკეთესი. კი ბატონო. აქვე გითხავ, ნულოვან ემისიაზე რა აზრის ხარ? ელექტრომობილებზე მაქვს საუბარი. ძალიან გაიზარდა ბოლო პერიოდში ტრენდი ამ მიმართულებით. აი როგორ უყურებ ზოგადად ტრანსპორტის ელექტროფიცირების საკითხს? კარგად, არ ვიცი, ხა რამდენადაც მე ხა სხვადასხვა ინტერნეტ წყაროებში წამიკითხია, რამდენად უფრო ასე ვთქვათ გარემოს დაცვის კუთხით რამდენად ის უფრო ეფექტური არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კრიტიკული აზრიც წავიკითხე ამასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს ელექტროენერგიის ასე ვთქვათ ავტომობილები, რომლებიც ელექტროენერგიაზე მუშაობენ, თავიანთი არგუმენტები აქვთ, უფრო მეტად იწვევენ მთლიანობაში დაბინძურებას, მაგრამ ნუ ამ ეტაპზე ჩემი აზრით სახელმწიფოს მხრიდან ის რომ ელექტროავტომობილებს, რომლებსაც გამბაჟება არ უწევთ, ეს კარგი იმპულსია იმისთვის, რომ მე აღარ გადავიხადო, ასე ვთქვათ, აღარ ვიყიდო ძრავიანი ავტომობილი და ელექტროავტომობილი შემოვიყვანო. ფიქრობ, ჯერ არ არის საქართველოს ამისთვის მზად, იმიტომ რომ სადგურები არ არის ფაქტიურად რამოდენიმე არის და ძირითადად ყველა ან კორპუსში ცხოვრობს საკუთარი სახლი უნდა კონდეს, რომ დატენო, იქიდან მერე უნდა რაღაცა კაბელი გამოჭიმო, დატენო, ანუ ჯერ არ არის ინდუსტრია განვითარებული. მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან მალე კიდევ უფრო მეტად წავა წინ. პირიქით, მე სიამოვნებით აი ელექტრომანქანები კიდევ უფრო პოპულარული გახდება, ჩინეთმა საერთოდ დაიპყრო ბაზარი, როგორც ვიცი, ევროპაში საერთოდ აკრძალეს. ევროპაში და შეერთებულ შტატებში. ხო, რეალურად აკრძალულია დღეს. რეალური კონკურენცია გაუქმდა. მაგრამ ჩემი აზრით ეს ბუნებრივი პროცესია და დროის ამბავია. მე მგონია, რომ ჩინური ავტოწარმოება უკვე შეაღწევს ევროპის ბაზარზე, ამერიკაშიც. იმიტომ რომ უკვე ნელ-ნელა დაიწყო გლობალურმა ავტოკონცერნებმა ჩინური შეარჰოლდერების, ესე ვთქვათ, ინტეგრირება. აი მაგარი Volvo თუნდაც. დღეს Volvo-ს მთავარი ერთ-ერთი შეარჰოლდერი არის BYD. იგივე Mercedes-მაც. BYD როგორც ვიცი, ყველაზე დიდი ანუ გაყიდვებში პირველი ადგილი აიღო მსოფლიოში, გაუსვა Toyota-ს, რომელიც Toyota Corolla იყო თორცები პირველ ადგილზე. გაყიდვებით და ნუ BYD-მ გაუსვა. ეხლა ხარისხი ბევრი კრიტიკოსი, ბევრი აკრიტიკებს ჩინურ მანქანებს, ავტომობილებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამასაც დახვეწავენ.
დარწმუნებული ვარ ამაში და ჩინური ბაზარი უკვე საქართველოშიც საკმაოდ კარგად არის. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ძალიან ბევრი ჩინური ავტომობილი გადაადგილდება დღეს. და ნუ ფასი აქვს განსაკუთრებით დაბალი, რომელიც არის მომხმარებლისთვის ძალიან საინტერესო და თუნდაც ერთ-ერთი გამოსავალი ხარაზეც ვლაპარაკობდით, რომ როგორ შეიძლება განვაახლოთ, თუნდაც აი ამითი. ანუ ფასი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? მე უნდა ჩემს ასე ვთქვათ ოჯახს მოვაკლო და რაღაცა გადავიხადო უზარმაზარი თანხა ავტომობილში, რომელიც მომწონს და თუ ალტერნატივა არის, მით უმეტეს ენერგო საწვავი ნაკლები გინდა, ის ნაკლები გინდა, რატომაც არა. აქ თავარი არის, რომ აი სერვისი რამდენად სერვისი და ეკოსისტემაც. გიორგი, აი რას გულისხმობ? დავკონკრეტდები, აი ხა ჰიბრიდული ავტომობილების ტრენდი გახსოვს, ერთ პერიოდში ძალიან დიდი რაოდენობით შემოვიდა და მაშინ გაჩნდა კითხვა, რომ აი ეს ავტომობილები რო გროვდება ქვეყანაში, შემდეგ ის ელემენტები, ხო, რომელიც გარკვეულწილად ამორტიზაციის შემდეგ, 5-10 წლის შემდეგ უკვე რადიაციას გამოყოფს, სად ხდება ამის გადამუშავება, ხო? და სამწუხაროდ ჩვენ გავზარდეთ ავტომობილების იმპორტი, მაგრამ ქარხნის ინფრასტრუქტურა არ დავაყენებთ, ანუ გადამუშავების ნაწილში და ამ პრობლემას ხედავ მე სხვათა შორის ელექტრომობილების საკითხში, იმიტომ რომ გროვდება ქვეყანაში დიდი რაოდენობის ლითიუმი და რეალურად ამას დისტრიბუციის არეალი არ უჩანს, იმიტომ რომ არ გვაქვს ქვეყანაში თუნდაც იგივე გადამამუშავებელი ინდუსტრია, რომელიც აი ამ ყველაფერს გაუმკლავდება და აიღებს საკუთარ თავზე, რომ შემდეგ უკვე ჩვენ თუნდაც იგივე გამონაბოლქვის კოეფიციენტი და ამ შემდეგ ვარეგულირებთ, ხო? ამიტომაც ჩემი აზრით აი ქმედებებს ვახორციელებთ, მაგრამ აი თანდევნაბიჯებს მე ამას არ ვაყოლებთ. ჩემი მოსაზრებით, რაც ზოგადად მე ართულებს ინდუსტრიის განვითარებას. ხო, ნუ აქ წყალბაძეც მიდის ლაბარაკი, საბოლოო ჯამში და ვნახოთ მე უკვე Toyota-მ გააკეთა წყალბაძე. Toyota-მ გააკეთა საკმაოდ საინტერესო მოდელი. კი, საკმაოდ საინტერესო მოდელი და აქაც იგივე ჩემი აზრით ისევ ანუ ეს ეგრეთ წოდებული ბატარეები თუ ელემენტები ესენი უკვე ისევ ბიზნესი დაინტერესდება რომელიღაცა, რომელიც იმას ან გაყიდის, იმიტომ რომ ლითიუმი არის რამდენადაც საკმაოდ დიდი რაოდენობით, რომელიც მეორე ხელახალი გამოყენებით, ანუ აქაც ისევ ბიზნესი შემოვა, შეიძლება ქართველებმა დაიწყონ, შეიძლება სხვამ შემოვიდეს, მაგრამ რაოდენობა როგორც კი გაიზრდება და ეს უკვე გახდება იმათთვის ან ქართველი ბიზნესმენებისთვის საინტერესო, რა თქმა უნდა, ამათ უტილიზაცია იქნება თუ გადამუშავება თუ რაც იქნება, აქაც ისევ ბიზნესი შემოვა. ანუ ერთია რომ სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს, რა თქმა უნდა ამაზე, მაგრამ ნუ ესეც ერთ-ერთი შესაძლებლობაა იმ ბიზნესმენების. კი, ამის მაგალითები შესაძლოა გვაქვს ჩვენ, როდესაც აიგივე ქვეყანაში დაგროვდა ჭარბი რაოდენობის მეორადი საბურავი, ზეთი აკუმულატორი, უკვე შეიქმნენ ორგანიზაციები, რომლებიც ამ ყველაფრის ჯერჯერობით მარტო შეგროვებით არიან დაკავებულები, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში იგივე გადამამუშავებელი ინდუსტრიას დაეწევა ამას, რომ მოხდეს ამის რეციკლირება და შემდეგ უკვე გარკვეულ საინტერესო პროდუქტებს იღებენ სხვადასხვა ამ გადამუშავებული საბურავებისგან. გულისხმობ, რომ ანუ აღარ არის ადრე რომ ყრიდნენ და ესა ეხა პირიქით გადაამუშავებენ კაუჩუკის რაღაც კეთდება, მოედნები, 1000 რაღაცა კეთდება და ну დარწმუნებული ვარ იქაც იგივე იქნება. ანუ როგორც კი ნიშას დაინახავს ბიზნესი, იმას არ დატოვებს თავისუფალს. ესევე ესე ვთქვათ, დაიგო რაოდენობა, ანუ ადრე არ იყო, იმიტომ რომ ის რაოდენობა თუნდაც საბურავებზე არ გროვდებოდა და ნუ არ იყო, თუ მოწოდება არ ექნა, ხო, რამდენი საბურავი უნდა დაემუშავებიან. იგივე იქნება აქაც. რაოდენობა როგორც კი მიაღწევს იმ რაოდენობას, რომელიც საინტერესო იქნება ბიზნესისთვის, რომ ეს ან გადაამუშავოს, ან არ ვიცი, ამ რას უზამენ ხეს ტექნოლოგიურად არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად მოხდება, ანუ არ დატოვებს თავისუფალ ნიშას ბიზნესი. რაზეც ეხლა ჩვენ ვისაუბრეთ, ყველაფერი არის კვლევის საგანი და აი აქ შემოდის ზუსტად უნივერსიტეტების როლი. და ეგ არის ზუსტად ხიდი საგანმანათლებლო და კერძო სექტორს შორის და მე გისურვებთ რომ რაც შეიძლება მეტი ესეთი მნიშვნელოვანი კვლევები დააგენერიროთ იმისთვის, რომ მათ შორის გაიდლაინი გახდეს ეს ყველაფერი ბიზნესისთვის, რომ მე ბიზნესმა ეს ყველაფერი პრაქტიკაში გამოიყენოს. რამდენ რამეზე ვისაუბრეთ, ხო, ვისაუბრეთ საფინანსო სექტორზე, ვისაუბრეთ განათლებაზე, ვისაუბრეთ გადამუშავებაზე, ვისაუბრეთ ავტოინდუსტრიაზე, ნუ ბევრი თემა მიმოვიხილეთ და ბევრი თემას კიდე დაგვჭა კიდე გასავლელი. ამიტომაც ახლო მომავალში დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი
სხვადასხვა ფორმატების სტუმარი კიდევ არაერთხელ იქნები. წარმატებები შენ, წარმატებები უნივერსიტეტს და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობები. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია სენა ავტო. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი სენა i400. შენი ელექტრომობილი